დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი ამერიკული დოლარი. ქრთამის სახით სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით დაახლოებით 1,365,000 ამერიკული დოლარი მიიღო. მეოთხე ეპიზოდი. გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძის, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა. გრიგოლ ლილუაშვილის ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მეორე ნაწილის გექვე პუნქტით და მესამე ნაწილის ექვე პუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.